დების მოწმობაში 1979 წელი 21 დეკემბერი ნიკანორ მელია 10 დღის გამოვარ ერთი წლით ბებერია მოხდება ხა 1 იანვარს თუ დავიბადებოდი ვიქნებოდი 1980-იანი და 79-იანი ცალკე დრამა იყო ჩემი იმდენად მქონდა კომპლექსი სახელის ჟურნალში სკოლის ჟურნალში ნიკოლოზი ჩავაწერია და ნიკოლოზ მელია ყველა სახის თამაში უკავშირდება ჭონხაძის 12 ნომერს. იმეს რომ ჩამომაყალიბა მე ისეთად როგორიც ვარ ახლა. აი 16 ოჯახში შემეძლო შესულიყავი ისე, როგორც საკუთარში შევდიოდი. რაღაცა თებშების თხოვნა, დაბადების დღეზე საკმარისი სკამი რო არ ქონდა, მაგალითად ბევრი სტუბარი ყავდა, რაფავებიდან მოქონდა მაგალითად დამატებითი სკამები და ჩემ მეგობარი ბავშვობის გიორგი გოგიტა ვაჩნაძე ცხოვრობდა მეორე სართულზე, მე პირველ სართულზე. ისიც მარკებს აგროვებდა და მეც მარკებს ვაგროვებდი და თამაშობდი. მე ამ კანის ადიოდა ჩემი მარკების ზევით და მეორე დღე ცდილობდი მე მომეგო. 3:30-ზე იწყებოდა სკოლა, გამოვიდა მეორე ცვლა იყო. და არ მივიდა წასვლა და თქვი რომ მოდით თქვათ რომ ვითომ თავი მივარტყით ერთმანეთს ფეხბურთის თამაშის დროს ტროლეიბუსი მოდით ტროლეიბუსის ხედავთ და ამას ვითომ რაღაცა გეგმოთ და სახში რომ მივედი იმდენად არ მივიდა სკოლაში წასვლა 3:30-ზე და ფეხბურთი გათამაშები რომ და თქვი მაგრამ ეხა ექიმების ოჯახში თქვი რომ გულისრევის შეგრძნება მქონდა ჩამოწვინეს ერთი დღე 3 დღე 4 დღე არ მაყენებენ და ხა ამასობაში ეს შენ გოგიტა დარბის თამაშოს ეზოში პრობლემა არ აქვს და ნუ როდესაც იძულებული გავხდი რომ მეღიარებია რომ მოვიტყვილეთ როგორც თქვენ აღარ გივლიათ ფეხბურთზე მეც ვეღარ ვიარე დაიარები ფუნიკულიორი და ბრუნდები და ნაყინს ვჭამთ აი ესეთი ჭიქა ნაყინები ხო სტაკანში რო ეძახიან არ დაველოდეთ ტრამვაის რომელიც ჩამოდის კვებით და გადავწყვიტეთ რომ ფეხი ჩამოსულიყავით ზევით და ქვევით ეხლა ვინ ჩაასწრებს პირველი ვინც გაიცა მორჩენს ორ გადავაგდებ ის ჩავა პირველი იმიტომ რომ მეორე და მესამე მიდი ჩემი ჭუით ჭუა ვიხმარე და გადავედი საპირისპირო მხარეს საფეხურების გარეშე დავიწყე და ჩაურგვინე ამ შენ გოგიტასაც ამ შენ ვახოსაც მაგრამ ვეღარ ჩერდები ვეღარ ჩერდები და ხედავ რომ ეს ტრამვაი ამოდის ფეხის გულები მეწვის ავ თავი ისეთ მოვბივარ რა ისეთ დაკანება წარმოიდგინეთ ნუ მოკლედ წავიქეცი ლიანდაკს თავი დავარტყი გადავარდი იქვე ხევში აი აქ მაქვს 3 თუ 4 ნაკერი ხარ ვიცი ხა მეტრობა თუ არა ეს ფოტო მახსოვს მაგრამ ორივე ვარ დასახიჩრებულები რა ერთი გადმოვარდა ასე კონსტრუქციიდან და მე ფარიკაობისას დავშავდი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დავიწყე ბრელოკების შეგროვება. და სადაც კედელი იყო, ყველგან ლურსმას ვაჭერდებდი და ვკიდებდი. ბრელოკი და ანუ როდესაც მექნება დრო ნამდვილად უნდა აღოდგინო კედელზე ეს კოლექცია. აი ეს მაისული მახსოვს და მიყვარდა ძალიან. ძილის წინ აუცილებლად ზაფხული იყო, გაზაფხული იყო, ზამთარი იყო. რაღაცა ჩვევა მქონდა და მინდა რომ გრძელ წინდებს ვიცმოდი. აი ესე ვიცმოდი და მე ვწვებოდი. რატო არავინ არ იცის? აი ესეთი პანიკის ზღვარამდე მივდიოდი, ხოდა ჩემი რომ ცხელა არა ვიცმოდი, ესე ვწვებოდი. ნუ ეგრეთ წოდებული პილოტკა იყო, თავი მეგონა, ყოვლის შემძლე პილოტკა ჩავიცვი და ნუ პირველი კენგოლი ესეთი კეპი იყო. ნუ იქ მეგონა რომ მე არაფერი არ მომკლავს. მე ვარ ვინც ვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მშობლები, დედა და მამა. ძალიან პედანტურად აქცევდნენ ყურადღებას ჩემ აღზრდის პროცესს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ უფროს ადამიანთან შეიძლება მაგალითად შენობით ესაუბრა. აი თავში ქონდა გამჯდარი და ერთ-ერთმა ჩემმა თანატოლმა სადღაც მახსოვს მამას ხნის ადამიანს შენობის მიმართა და გამიკვირდა იმდენად დიდი შეცდომა მეგონა რომ დაუშვა. მე ბაბუა გიორგი ცანავა რომელზეც ძალიან ბევრს სწავლობდი. კითხულობდა იქაური ადგილობრივი ექიმებისთვის ლექციებს და განცდა როგორ გამოყვა ისე არაფერი არ მესუდა ლაპარაკობდა რა თქმა უნდა. თუმცა ამაყი ვიყავი რომ რაღაც ძალიან ჩემი ახლობელი ადამიანი ბაბუა დგას საუბრობს და ბევრი უცხო ადამიანი უსმენს. ეს განცდა განვიყვა. მინდოდა ექიმობა, მაგრამ მამის თხოვნით და მამის რჩევით ამ გზას არ დავადექი. პირად ცხოვრება არ გექნება, მაგრამ სადაც წარმოვიდგინე მაშინ რომ აღმოჩნდებოდი იქ სადაც ვარ. იქნებოდი თეთრხალათიანი მებრძოლი წინახაზე კორონავირუსის წინააღმდეგ და არა
არა სხვა ვირუსის წინააღმდეგ, ჩემი განმოსახედიდან სხვა ვირუსებზე. სკოლა მახსოვს 52 კლასელი ვიყავით, სიაში მახსოვს 23-მე ვიყავი, ესეც მახსოვს ნიკოლოზ მელიათი. რაც უფრო ვიზრდებოდი და კლასიდან კლასში გადავდიოდი, განცდა სულ უფრო მიღმავდებოდა, რომ შეიძლება წახვიდე სკოლაში და დიდხიფაც გადაეყარა. სკოლაში ცივი არაღით, საცასული არაღით სიარული ნიშნავდა, რომ ხარ მაგარი. გაყუთილის მოყოლა არ იყო კარგი ტონი ბიჭის მხრიდან. ყველაზე მაგარი აპრობირებული მეთოდი, რომ დაგეყოლიებია გოგო და გოგოს მოწონებოდი შენ იმ წლებში, იყო უბრალოდ იმიტაცია, თითქოს იყავი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. გოგოს ოდესაც ესაუბრებოდნენ, მახსოვს განგებ იფხანდნენ ან ხელს. ეს მოწონდა ბევრ გოგოს. გასამხედროებულ დაწესებულებაში, სასწავლებელში, გდანში ცხოვრობდი და სწავლობდი 5 წლის განმავლობაში. მე რო ყოფილიყავი სამოქალაქო სასწავლებელში წლები, როდესაც დაჩაგვრა და ადამიანის აბუჩა დაგდება იყო ძალიან პროზაული, სერიოზულ ბევრ შარში შეიძლება გავხეულიყავ, იმიტომ რომ არ მიყვარს უსამართლობა. ასე ვიყავი, ასე ვარ და ასე ვიქნები. ამის გამო ბევრი პრობლემები შემქმნი არ დაგიმალავთ, მათ შორის ქორწილი იყო ვარ 21 წლის. მოკლედ ატყდა კამათი ორ ადამიანს შორის, მე ვაშველებდი, ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა, რა დრო იყო და რა წლები იყო. და ვითომაც არაფერი იარაღი ამოიყო და 5 თვეა მესროლა. ვისთვის? არაფერს უზარმაზ სიტყვაზე იყო ძალიან იაფი. პირველად რო გადავეყარე უსამართლობას, გინდა გითხრათ, ადამიანი ვნახე, რომელსაც შარვალი გახადეს და მიუგდეს რეიტუზი სპორტული, რომ იმის ნაცვლად ეს ჩაეცვა. ეს ყველა მიცოდა მთელმა ხელისუფლებამ, მაგრამ არაფერი, ჩვეულებრივად ხდებოდა, მაგრამ უკვე აღარავის აღარ აპროტესტებდა, იცით? ამიტომ ჩემი მოწოდება რამ პოლიტიკაში სანამ ვარ და ვაპირებ დიდხანს ყოფნას, ვისაც როგორ არ უნდა მოეწონოს, ვიყო უსამართლობასთან მოგზო. ეს მახსოვს კეჩხლობი, ძალიან ციოდა. დავაჯექი სპირალიან პლიტას. მახსოვს დავწვი ძირფასი შარვანი. ბავშვობის გემო არის ჩემი საწვრთნელი კანფეტები იყიდებოდა, გრძელი ესეთი მომპასუხე ძალიან გრძელი, სხვადასხვა ფერის. პაშა ყავდა ჩვენ მეზობელი სუმინა და მუშაობდა კინოთეატრ რუსთაველს. ყოველ დღე მოჰქონდა სუნი, აი როგორც კი სამეგრელოში გადაუხვევ, სულ სხვა სუნია, სულ სხვა არომატია რა. თვალები ახლოვli რომ გქონდეს ახლა და უცბად პანჯერას თუ ჩამოწევენ და გეტყვიან, აბა სად ხარ? გამოიცნობ. ნუ მინიმუმ გამოიცნობ, სამეგრელოში არ ხარ, თუ ის სუნი არ გაქვს რა. უგიდი. ეს არის ქალაქი, სადაც არასოდეს არ მიგზნია, რომ ვარ ოპოზიციაში. მიყურებენ როგორც მათი ახლობელი ადამიანი, რომელიც ბავშვობაში ჩამოდიოდა და დაძვრებოდა ოჯახ. პირველი სიგარეტი ზუგდიდში მოვწია, სახურავზე ავედით, მახსოვს. მე 15 წუთით აბრუსე გვეხებოდა, ვერანაირად ვერ ჩამოვედი, ესეთი ძალიან კარგად მახსოვს. მახსოვს ხეზე მობული, თოკით, რაღაცნაირი, ეს არის სპეციალური ხელსაწყოა, რომ ხეზე რო არ აძვრე და უბრალოდ ეს ჯოხი რომ მიუშვიო და დაჭიმო თოკი, გააგებს ის პირს და ვაშს წვეთ. აი ეს იყო ასე მოწყვეტილი ვაშლი და მე ნაჭამი იყო, ნუ აი ყველაზე გემრიელი რაც მიჭამდა. კისოლში აი აქ მიყვარდა ფოტოები და ყოველდღე ცვლიდნენ თარიღს. პირველ რიგში ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება რასთან, ხა გეტყვით. ანუ ყველა ჭაღი რო ინთება, ტელევიზორი უყურებ არ უყურებ, ჩართულია ბოლო ხმაზე, მამას გაქონდა ვედროთი წყალი, გარეთ, ახალწლამდე და მე შემოქონდა. და ვიცმევდით თოვლის ბაბუის ფორმას, კი? თოვლი როგორც კი მოდიოდა და დაიდებოდა, ეს არის ყველაზე გემრიელი მოგონება. თოვლის მოსვლა და გარეთ გავარდნა ერთი იყო. თან რა თითქოს ნათდება, ხო? ერთი კათკათა თოვლი ყველგან ორი ხელთათვანი ქონდნენ, ერთი გისოლდებოდა, მეორე თვითონ ჩაგვაწვევდნენ, მშობლები, გაგვიშვებდნენ გარეთ და სისულელესაც ვაკეთებდით. ხიდა ხეზე ვაკრავდით კასეტის ლენტებს, წარმოიდგინეთ. და რასაკეთებდა, იცით, ეს ანუ მოდის მანქანა, წარმოიდგინეთ, ზამთარია, თოვლიდებს. და როდესაც მანქანის ფარი ანათებს ამ გარკვეულ ვიწოლებს, ის ჩანს დიდ თოკად. და ამოხრუჭებდნენ, იყო გინება ჩვენგან სიცილიას და მე რომ ამაყობდით ვინ რა მაგრად დაამოხრუჭა.
მეზობელი მიყვარდა. იმდენად მიყვარდა რომ მე რიდებოდა, აი რომ ხედავდი ვერ ველაპარაკებული. აქეთ, ანუ ქართულ არზე იყო აი ცისკარა. სოფლის შენებას რა უნდა დაწყებული ეხლა ნუ ეს იყო რიგინებდა ბაგეური ბავშვი ამას, იმიტომ რომ მეპია ნანათი მაქვს, ამათეთი 100 ჯერ, ხო? ზღაპრები ხო 100 მილიონის ზღაპრებიდან დაწყებული, გაგრძელებული ქართული ზღაპრებით და ის იმ წლებში ხდება წიგნების კითხვა, როდესაც თან მართლმონაწილე ვარ თავგადასავალში, უბრალოდ კი არ კითხულობ. მახსოვს პეპი გზელი წინ და ხასიათითაც თვითო გავა. ამ პერსონას არა, მე მგონი გავა. ერთხელ ამერიკაში. ჩემი თაობის ბევრი ბავშვი ამ ფილმს უყურებდა. რომანტიკული სცენებიც იყო მახსოვს. სერიალებს იზაურას უყურებდი, კოსტა მარია და კიდე იყო მარიანა. მე კი არაფერი არ იყო და რაღაცა თელი საქართველოს თელი თბილისი უყურებდი. თან ამ დროს შუქი იყო და მახსოვს აკუმულატორით ეგ ეწოდება შოუში აკუმულატორს ამოიტანდნენ და ტელევიზორს აერთებდნენ რომ 1 საათ ნახევარი ეყურებიათ. კი, ძალიან კარგად მახსოვს. იზაურა, ლეონსიო და ესეა ფაზენდა მათი და ესე შემდეგ. ეხლა რომ მომისაჯო სერიალს ვერ უყურებ. ფეხბურთი რო ფეხბურთი იმას ვერ უყურებ. ანუ უყურებ და რეალურად თითქოს ვუყურებ. თუ ისე შეხედე, ადრე ორჯერ უყურებდი ხოლმე ერთი იგივე მატჩს. მინდოდა ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ როგორ ეხლა არ გამიშვეს. იმიტომ რომ თქვენი ვიტყვი, ხო? დარკვა ჟორჟიშვილის და 1-0 იაკო ჟორჟიკაშვილმა გაიტანა პირველი გოლი. ერთი ადამიანი მახსოვს, მამას მეგობარი, რომელიც სულ მოდიოდა დაბადების დღეზე, სულ ძალიან მიყვარს. მაგრამ არასდროს არ მოხდა საჩუქარი. ეს მახსოვს და გიждდებოდი, რომ როგორ მოდის მე. 21 დეკემბერს დავიბადე. ყველაზე მტკივნეულად მახსოვს, რა თქმა უნდა, 91 წლის 21 დეკემბერი ამ ომი დაიწყო სამოქალაქო. პირველი ტყვია გავარდა, ვიან რამე, ისიც მახსოვს, ვინ რა თეთრი პლაში ეცვა კადრების გავრცელდა. მახსოვს აი სნაიპერების გასოლის ხმის ქვეშ ვიძინებდით და მე და ჩემი და თამრიკო ვეჯიბრებოდით ერთმანეთს რამდენ გასვლას დავითვლიდით დაძინებამდე. 9 აპრილი მახსოვს ასევე ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ქუჩაზე ცხოვრობდით, ეპიცენტრი იყო პრაქტიკულად. მახსოვს რა ბეტერმა ჩამოიარა და მეორე სართულზე ყავდა მეზობელი ჩვენ ზანგურაშვილები და აიგინდა ზანგურაშვილმა საბჭოთა შამპანურის ბოთლი ესროლა ამ ბეტერს. მახსოვს მშობლები ჩავიდნენ ლენინის ძეგლის ნამსხვრევები ამოიტანეს როგორც რელიქვია შევინახოთ, ისტორიული ნატეხია. მახსოვს ის ცნობილი სიმღერა მთელი საქართველო მღეროდა. ხდებოდი რომ მნიშვნელოვანი ეროვნული პროცესი იყო, ყველა აცემლებული თვალით, ყველა ამაყი და ყველა მაგარი და ძლიერი რაღაცნაირად. მაშინ იგრძნობოდა რომ ვერავე ვერ მოერეოდა ამ ქვეყანას. მე უძროდი ბავშვი ვიყავ მათი შემყურე და აი ეს დაგსაქსულობა რა თქმა უნდა გასუსტებს სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობთ ეს. ნახე, თმაკოჩორი არის ამიურე. ვერ წარმოვიდგენდი რომ არ ვიქნებოდი მაგალითად აი ესეთივე თმა ხუჭუჭა როგორიც ვიყავია და ვარ ამ ფოტოებში ვერ წარმოვიდგენდი. ხო. ფიქრობდი სულ ვიქნებოდი ბავშვი. ფილოსოფიური გაგებით ბავშვობა ჩემთვის არ დასრულებულა. ბევრი რაღაც იზღვრევ ბავშვი ვარ ეხაც. აი განსაკუთრებით ბავშვობის მეგობრებთან, როდესაც მიწევს ურთიერთობა. როდესაც რასაც გინდა იმას საუბრო. გინდ შეცდომა დაუშვი, გინდა მსჯელობ. ხო აი ამ დროს ვისვენებ. ვარ ამჩაკებული ცელკი ეხლაც ხუმრობები მაქვს სულელური. ადამიანური ურთიერთობები ბევრად ლაღი და ბევრად მაგარი იყო. ვიდრე ახლა. რაღაცნაირად ბევრი ღიმილი იყო, ბევრი ბედნიერი სახე იყო. ეხლა უცბად რომ მითხრა 5 წუთი გავს, გადავარდი და რაღაცა წამოიღე, რაც ამოსამოვიღებდი. და ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა. ბავშვობასაც დავარქვევდი, იღბლიანი ბავშვობა, ხო? ნიკას იღბლიანი ბავშვობა. იმ წლების გამოღლა იღბალის გარეშე იყო შეუძლებელი. რო არა იღბალი, პირდაპირ გეუბნებით, დღეს აქ მე ვერ ვიქნებოდი.